ჩვეულებრივი შედეგი გაქვს 17 სწორი პასუხი ამ რაუნდში და ჯამში 28. თამაშს უერთდება ლუკა უშვერიძე, რომელსაც ასევე ერთ-ერთ სავარაუდო პროფესიად მეცნიერება გაქვს არჩეული, მაგრამ მეცნიერება ლუკა ისეთი ფართე მცნებაა, შეიძლება იყოს მეცნიერი სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა სფეროში. მაინც სფერო თუ გაქვს? ფიზიკა. მაინც ფიზიკა, რა კარგია, რამდენი მეცნიერი ფიზიკოსი გვეყოლება მომავალში თქვენი წყალობით. შენ რატომ გაგინდა რომ ფიზიკოსი გამოხვიდე? შენც გადასარჩენი გაქვს დედაბიძა? არა, ფიზიკა მაინტერესებს, თვითონ კარგი საგანია. კარგი მეცნიერებაა. აი ხო, რატო გაინტერესებს თქვა ფიზიკა და არა თქვა ისტორია უფრო? არ ვიცი, ბევრი რამეა აღმოჩენილი და აღმოსაჩენიც ბევრია. აჰა, აღმოსაჩენიც ბევრია. გასაგებია, სამდივნო მეცნიერებით მიპასუხა. კვლევარი ბიჭებიდან და დღეს ყველაზე ჭკვიანის პულტებთან. მეორე პროფესიაც გაქვს შენც ასევე სარეზერვო. დღეს ბავშვები უკვე 21 საუკუნის ბავშვები თითო პროფესიას არ ერჩევენ. ყოველი შემთხვევისთვის სარეზერვო პროფესიებიც აქვთ. მეორე არის იურისტი. აი, როდესაც შენ მეუბნები, რომ ფიზიკა არის ძალიან საინტერესო მეცნიერება, არის მართლა უსაზღროა ეს სფერო და აღმოსაჩენია ბევრი. რაღაცა ესეთი ძალიან რომანტიულია ეს შენი პასუხები და ძალიან მომწონდა. აი, იურისტობაში რაღა არის შენი ხასიათისთვის ახლო და მისაღები? არ ვიცი, უფრო ალბათ ხალხის დაცვა. აჰა, იურისტი ესე იგი ადვოკატი გინდა იყო. დარჩენილ კატეგორიებს რო უყურებ, მართალი გითხრა, ვერ ხვდები რომელიც შეიძლება რომ აირჩიო. რელიგია აირჩია ლუკამ ამჯერად. ლუკა, ჩემს განკარგულებაში ზუსტად 1 წუთია, წარმატებები და წამზომი ჩაირთო. ბიბლიაში რა ქვია პირველ ხაზს, რომელიც ღმერთის ადამიანის ისტორია, რაფერად ღებავე სამყარო მოკერცხებს ქრისტეს ისტორია, რომელიც რელიგიის მიმდევართა საოცრებო ისტორია, რომელიც ქრისტიანული სიმბოლო გააკეთა წმინდა ნინოვაზის ისტორია, რომელიც კონტინენტს წარმოშობს სოფლის რელიგიას ისტორია, ქრისტიანის დაწერილი რამდენი ცნება გადასცა ღმერთმა ისტორია, ტრადიციულად ქრისტეს რომელი მოწმობის ისტორია, რომელიც ქვეყნებს არის ღვთაება იყო ამონის ისტორია, რომელიც წინასწარმეტყველის სახელით და წარმოება მაჰმადიანების სახელით ისტორია, ქრისტიანობაში რომელი სამების პირველი პირი რომის შემდეგზე ისტორია, იტალიის რომელი ქალაქის სახელია მოხსენებული ვატიკანის მეთაურის პაპის ტიტულში ისტორია, რომელიც ხოლმე ამხედრებულს გამოსახული ისტორია, დასრულების საგალობლისტიკური ისტორია, რა ეწოდება დედმარხვის წინა კვირას, რომელიც ხსნილის ყველიერი, რომელი ებრაელი ხალხის რელიგია, რომლის სახელი სიტყვასიტყვით იუდას ტომის რელიგიას ნიშნავს, ისტორია, ბიბლიაში რამდენიანი არსებობდა დედამიწა სანამ ადამიანის გავლენის ისტორია, ქრისტიანობის რომელი მიმდინარეობის აღსრულებელი ისტორია, სიმონ კანანელის გარდა ქრისტიანობის ისტორია, სახარებაში ვინ უპასუხა ფარისეულის სიტყვებით მიაკეთეს ისტორია, ბიბლიაში რომელ ხალხზე უთხრა ღმერთმა მოსეს გამოიყვანეს ქრისტიანები ლუკა არ ღალატობს თავის ტრადიციას, ტემპი შენარჩუნებულია, პასუხების სისწორე შენარჩუნებულია, 2 არასწორი პასუხი იყო, მაგრამ შენმა ასეთმა ძალიან სწრაფმა ტემპმა მოგცა სარეკორდო მაჩვენებელი ამ წუთისთვის. 18 სწორი პასუხი გაქვს ამ რაუნდში, ჯამში 29 ქულა. 4 თქვენგან მეუპასუხა შეკითხვებს, აირჩია კატეგორია. ლუკა 29 ქულით ლიდერობს და ძალიან გაიჭრა წინ, თუმცა ქულები მაინც ძალიან ახლოსა ერთმანეთთან. 4 თქვენგანი ელოდება თავის კატეგორიის არჩევას და ძალიან სწორ და ბევრ პასუხს მათზე. მოკლედ, სულ ცოტა ხნით დავესვენებ და გავაგრძელებთ ამ რთულ და ძალიან მნიშვნელოვან რაუნდს. დროებით.